გამარჯობა. მარსზე სიცოცხლის პირველი სავარაუდოდ რეალური ნიშნების შესახებ უნდა მოგითხროთ კოდის ამ კიდევ ერთ საგანგებო ეპიზოდში. მოკლედ, ბოლო ორ კვირაში კომეტა 3i წილადი ატლასის ამბავი წარ გვეყოფოდა, რომ კიდევ ეს ინფორმაცია წამოგვეწია. მარსმავალ პერსევერანსის მიერ შარშან შეგროვებული მონაცემების ანალიზი მარსზე მიკრობული სიცოცხლის ამ დროისათვის საუკეთესო მტკიცებულებას გვთავაზობს. რა თქმა უნდა, იქამდე დაზუსტებით არაფერი გვეწოდება, ვიდრე პერსევერანსის მიერ შეგროვებულ ნიმუშებს დედამიწაზე არ ჩამოიტანენ და სრულყოფილ ანალიზებს ჩაუტარებენ და ამ მისიისთვის უკვე მუშაობს NASA სხვადასხვა კერძო კოსმოსურ კომპანიასთან. მაგრამ როვერის მიერ გამოგზავნილ მონაცემებში მაინც ძლიერი მტკიცებულებაა. ამის შესახებ NASA-მ რამდენიმე დღის წინ გამცნო საგანგებო სპეციალურ პრესკონფერენციაზე. მოდი გავიგოთ ამ შემთხვევით ახალი აღმოჩენის შესახებ, რომელმაც შესაძლოა ჩვენი წარმოდგენა როგორც მეცნიერული, ისე რელიგიური პერსპექტივიდან სხვა პლანეტაზე, ზოგადად კოსმოსში სიცოცხლის შესახებ სრულიად თავდაყირა დააყენოს. წარმოიდგინე ქვა, რომელიც უდარდელად დევს მარსის ცივ ზედაპირზე. ის არც კაშკაშაა, არც ისეთი შთამბეჭდავი, რომ ცას სწდებოდეს მისი ბრწყინვალება, ყურადღების მისაქცევად, მაგრამ შესაძლოა სწორედ მის ჩუმ სხეულში იმალება საიდუმლო, რომელსაც შეუძლია კაცობრიობის ისტორიის გადაწერა. ეს ის ქვა, რომელიც NASA-ს მავალმა პერსევერანსმა გაბურღა ჯეზეროს კრატერში. ქვის დიდი წარმონაქმნია, რომელსაც Bright Angel Formations უწოდებენ. ერთი შეხედვით მხოლოდ მტვრიანი ქვა, მაგრამ მის ღრმა შრეებში წარმოუდგენელი ნიმუშები იმალება. უცნაური ლეოპარდისებრი ლაქების მსგავსი წრეები, მუქი და ნათელი, ერთმანეთში გადახლართული, თითქოს დროის ანაბეჭდებია. წლის ივლისში პერსევერანსმა უძველესი ქვის გული გაბურღა. ქვას სახელად ჩაივა ფოლსი უწოდეს. მისგან აღებულ ნიმუშს კი ლეგენდის მსგავსი სახელი ეწოდა საფირის კანიონი. მისი გული იმ სამყაროს მოგონებებს ინახავს, სადაც ოდესღაც წყალი მოედინებოდა, არხებს ჭრიდა, ნალექებს ტოვებდა და იქნებ სიცოცხლესაც კვებავდა. როდესაც ბურღი ქვის სიღრმეში შევიდა, უბრალოდ ქვა კი არ გახრიდა, მარსის შრეებში ჩარჩენილ მეხსიერებას შეეხო. ამ მეხსიერებაში მეცნიერებმა აღმოაჩინეს უცნაური ნიმუშები, მინერალთა კლასტერები. ვივიანიტი, გრეიგიტი, რკინის ფოსფატი და რკინის სულფიდი. დედამიწაზე ამგვარი მინერალები ხშირად სიცოცხლის მიკრობების, ქიმიური ცხოველმყოფელობის შედეგად წარმოიქმნება. მაგრამ იგივე ფორმებს შეიძლება სრულიად უსიცოცხლო პროცესებიც წარმოქმნიდეს, დროისა და წნევის შედეგად მიენიჭოს სიცოცხლის მსგავსი იერი. აქედან იწყება დაძაბულობა, გაჩნდნენ კი მარსზე მიკრობები, თუ ეს მხოლოდ ქიმიის თამაშებია. მეცნიერები სუნთქვას შეკრუნი ელიან პასუხს, მათ ამას პოტენციური ბიოსიგნალები უწოდეს, სიცოცხლის შესაძლო ნიშნები. ჯერ არაფერი დასაბუთებულა, მაგრამ საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანის ფანტაზია გააღვიძოს. ეს ისეთივე რამაა, როგორც ჰორიზონტს მიღმა ჟღერადი სიმღერის ერთი ბგერის გაგება, გაურკვეველი, ფერმკრთალი, მაგრამ გულის ამაფორიაქებელი. წარმოიდგინე ჯეზეროს კრატერი მილიარდობით წლის წინ, დიდი ტბა, რომელიც ცხელ მარსულ მზის შუქს ებწყინავს. ტალღებში არეულია შლამი და ორგანული ნაწილაკები, რომელიც სიღრმისკენ მიიწევს. იქნებ იმ ტბაში უმცირესი, უხილავი მიკრობები დაცურავდნენ, მრავლდებოდნენ და მათ კვალს ტალახში ტოვებდნენ. შემდეგ დრო გავიდა. ტბა დაშრა, მიწა მტვერმა დაფარა. ქარმა კი ზედაპირი გამოკვეთა, იმ მარსის, რომელსაც დღეს ვხედავთ. მაგრამ იმ ქვის შიგნით ლეოპარდის მსგავს ნიშნებში შეიძლება ჯერ კიდევ ვინახებოდეს მოგონება, ან იქნებ საერთოდ არაფერია. იქნებ მიკრობები არც არასდროს არსებობდნენ, იქნებ მხოლოდ ქიმიამ დახატა ეს ფორმები. ესაა მეცნიერების სიდიადე და სიმდაბლე ერთდროულად. გთხოვს, დაველოდოთ, სანამ მტკიცებულება არ გვექნება. ამ ეტაპზე ქვა კითხვებს აჩენს, პასუხებს კი არა. და სწორედ ამიტომაა ასე საჭირო მარსის ნიმუშების დედამიწაზე დაბრუნების მისიის გაშვება. თუ ეს ქვა დედამიწამდე მოვა და ჩვენი ყველაზე მგრძნობიარე ხელსაწყოები მის ანალიზს შეძლებენ, შეიძლება გავიგოთ, არის ეს ლაქები უძველესი სიცოცხლის ანაბეჭდები თუ უბრალოდ უსიცოცხლო გეოლოგიის ექოა. მანამდე კი ეს ლაქები მხოლოდ დაუსრულებელი წინადადებაა. ქვა კუთხედი წიგნისა, რომელიც ჯერ არ გადაგვიშლია, მხოლოდ ყდას შევეხეთ.
მაინც დავფიქრდეთ, პატარა ქვა შორეულ პლანეტაზე. შეძრავს კი მთელ კაცობრიობას. კვლავ გვიჩნდება კითხვა, მარტოები ვართ? კითხვა, რომელსაც თაობები ღამის სისყურებისას იმეორებდნენ. ლეოპარდის ლაქები თითქოს გაბნეული მემნის წვეთებია. ზოგჯერ გაურკვევლობაც საჩუქარია. ის გვიბიძგებს ვეძებოთ, გამგზავნოთ მავალები, გავბურღოთ, მოვუსმინოთ, ვიოცნებოთ. თუ ოდესმე მარსზე სიცოცხლე გაჩნდა, ერთი მიკრობიც კი, მაშინ სიცოცხლე შესაძლოა ყველგანაა. თენ გალაქტიკაში უცხო მზეებთან, ისეთ პლანეტებზე, რომლებიც ჯერ არ გვინახავს. და თუ ეს ნიშნები უბრალოდ ქიმიაა, არც მაშინ მწყნარდებით, რადგან ქიმიაა ბიოლოგიის საფუძველი, სიცოცხლის პირველი სტროფი. და აი ახლა, მყარი პასუხების გარეშე ვართ, მხოლოდ ქვა და გამოცანა. და შესაძლოა სწორედ გაურკვევლობაა ყველაზე ჭეშმარიტი საჩუქარი, რომელსაც კოსმოსი გვთავაზობს. როცა ეს ქვა დედამიწაზე იქნება, რას გვეტყვის? იქნებ გვითხრას მიკრობებზე, რომლებიც ოდესღაც მარსზე ცხოვრობდნენ. ან იქნებ მხოლოდ უსიცოცხლო ქიმიის შემთხვევითობაზე. შენ რას ფიქრობ, ეს ნიშნები სიცოცხლის სუნთქვაა თუ ქვის ტყუილი? წარმოიდგინე ერთმა პაწაწინა ქვამ შორეულ პლანეტაზე შეიძლება შეცვალოს კაცობრიობის წარმოდგენა სიცოცხლეზე. პერსევერანსმა დაგვიტოვა გამოცანა თან სიტყვების გარეშე, ამოტვიფრული მინერალებში, რომელსაც მხოლოდ ადამიანის ცნობის მოყვარეობა თუ გაწვდება. თვითონ მავალი მარტოა, მარსის ვრცელ უდაბნოში. ის არამხოლოდ მანქანაა, არამედ ადამიანური ფანტაზიის მზვერავიც. მისი კამერები თითქოს თვალებია უდაბნოში, ბურღი არქეოლოგიის ჩაქუჩი. ბორბლები მტვერზე დატოვებული პოეზიის სტრიქონები. ის უბრალოდ მარსს არ იკვლევს, ის ისმენს, ელოდება, გვიწვევს. მიუახლოვდეთ, რათა გავიგონოთ, რას გვიყვება ეს უძველესი მიწა. მარსი მილიარდობით წელია ჩუმადაა, მისი მდინარეები დაშრა, ატმოსფერო გათხელდა, მაგნიტური ველი გაქრა. ის იქცა ცივ უდაბნოდ, კრთალი მზის ქვეშ. მაგრამ სიჩუმე სიცარიელე არ არის, სიჩუმეში შიშვლად ისმის ჩურჩული. და შესაძლოა სწორედ ამ ჩურჩულში იმალება ბიოლოგიის ექო, სიცოცხლის, რომელიც აქ ოდესღაც არსებობდა. თუ ეს სიმართლეა, შედეგები შთამბეჭდავია. სიცოცხლე არ იქნება მხოლოდ დედამიწის უნიკალური სასწაული, არამედ სამყაროს მელოდია, რომელიც იქმნება იქ, სადაც პირობები ამის საშუალებას იძლევა. და მაინც თუ მარსი ყოველთვის უსიცოცხლო იყო, მაშინაც კი მისი ისტორია შთამბეჭდავია. მარსი ხდება სარკე, რომელიც გვაჩვენებს, როგორ შეიძლებოდა დედამიწა არ ყოფილიყო სიცოცხლით სავსე. პერსევერანსის აღმოჩენა მნიშვნელოვანია არა იმიტომ, რომ პასუხებს გვაძლევს, არამედ იმიტომაც, რომ კითხვებს გვიჩენს. გვააზრებინებს, რა არის სიცოცხლე, როგორ იწყება, როგორ უძლებს და არის თუ არა ის ამ უსიცოცხლო წესრიგში გამონაკლისი. მარსზე მხოლოდ სხვა სიცოცხლეს კი არ ვეძებთ, საკუთარ თავსაც ვეძებთ. როცა წარმოგვიდგენია დედამიწა, ხმაურიანი, ცოცხალი, სიცილით, მუსიკით და მეხსიერებით სავსე და მის გვერდით მარსი, გაყინული, ჩუმი, უძველესი ქვებით, შუაში კი კოსმოსი, უზარმაზარი და გულგრილი. და მციცარიელეში პატარა მავალი ბურღავს ქვას. და მქვით აშკარავდება სხვა სიცოცხლის შესაძლებლობა. ეს არის კაცობრიობის საოცრება, ფაქტიურად დაუცველი არსება, რომელიც პლანეტებს შორის გადაჭიმულ მდუმარებაში უძველეს კითხვას სვამს. ამ დროს ეს ქვა ჯეზეროს კრატერში ჩუმად დევს და თავის საიდუმლოს ინახავს. ჩვენ კი სუნთქვა შეკრულები ველით. რას გვეტყვის ის? ეს ქვაც ხომ არ იარსებებდა მილიარდობით წელიწადი იმისთვის, რომ მხოლოდ მტრად ქცეულიყო, იქნებ ის გველოდა. გველოდა, სანამ ერთ პატარა პლანეტაზე არსება არ გაჩნდებოდა, რომელსაც საკმარისი ცნობის მოყვარეობა ექნებოდა იმისთვის, რომ მისი სიჩუმისათვის ყური დაეგდო. მარსი ჩვენი აჩრდილიცაა და იმედიც. ის გვახსენებს იმას, რაც შეიძლება დავკარგოთ და იმასაც, რაც შეგვიძლია ვიპოვოთ. იქნებ ოდესღაც სიცოცხლე არსებობდა მარსზე. იქნებ სიცოცხლემ გადალახა სიცივე, უკაცრიელობა და მარტოობა. და იქნებ სწორედ ეს მაგალითია იმისა, რომ სიცოცხლეს ყოველთვის აქვს გზა, სადაც არ უნდა იყოს და როგორიც არ უნდა იყოს ის. და მაინც რაც უფრო ვსწავლობთ მარსს, მით მეტად ვკითხულობთ საკუთარ თავს. რატომ ვეძებთ ასე დაჟინებით სიცოცხლეს სხვა სამყაროში? იქნებ იმიტომ, რომ საკუთარი სიცოცხლის სიღრმე ჯერ ბოლომდე ვერ შევიგრძენით. იქნებ იმიტომაც, რომ იმედი გვაქვს, ჩვენი ისტორია უფრო დიდია, ვიდრე ერთი პლანეტის საზღვრებშია ის დღეს. ამიტომაც, როდესაც პერსევერანსის კამერა გადმოსცემს მტვრიანი ქვის კიდევ ერთ ჩუმ ფოტოს, ჩვენ მას ვუყურებთ არა როგორც უბრალო მასალას, არამედ როგორც კითხვას, რომელმაც დედამიწიდან გააღწია. როგორ შეიქმნა სიცოცხლე? ის მხოლოდ აქ გაჩნდა და სადმე ოდესმე კვლავ იარსებებს?
ერთ დღეს ადამიანი მარსზე დააბიჯებს, შეაღებს ჩუმ ატმოსფეროს, რომელიც უსასრულობას ჰგავს. დაჯდება მტვრიან ზედაპირზე. შეიძლება ქვაც აიღოს, გულში ჩაიკრეს და ჩურჩულით კითხოს: ნუ თუ შენ აქ იყავი, როცა ყველაფერი დაიწყო. მარსი ხდება სარკე, რომელიც გვაჩვენებს, როგორ შეიძლებოდა დედამიწა არ ყოფილიყო სიცოცხლით სავსე. და თუ პასუხი იქნება დიახ, მაშინ კაცობრიობამ თავისი თავი ახალი თვალით უნდა დაინახოს. და თუ პასუხი იქნება არა, მაშინაც კი ქვა დარჩება როგორც ნიშანი იმისა, რომ ვეძებდით. ჩვენი სიდიადე იმაში არ არის, რომ პასუხები გქონდეს, არამედ იმაში, რომ ვბედავთ კითხვის დასმას. მარტოობის შიშის მიუხედავად ვეკითხებით სამყაროს, ვართ თუ არა მარტო, და მაშინაც კი როცა პასუხი არ მოდის, ჩვენ მაინც ვაგრძელებთ ძებნას. ეს არის პერსევერანსის სიმტკიცე, რომელიც ქარიშხალში არ თმობს გზას. და შესაძლოა სწორედ ეს სიმტკიცე იყოს ჩვენი ყველაზე დიდი იმედი. რას გვეტყვის ის? რას გამხელს ქვა, როცა სიმართლის დღე დადგება? მოგვითხრობს მიკრობებზე, რომლებიც ცხოვრობდნენ და დაიღუპნენ მარსის განთიადზე, თუ არა? თუ მხოლოდ ლაქებს დაგვიტოვებს, ქიმიისა და ფიზიკის მიერ შექმნილ ფორმებს, უსიცოცხლო პროცესებისგან. რაც არ უნდა იყოს პასუხი, ამ ქვამ უკვე შეგვცვალა. მან უკვე შეგვახსენა, რომ სამყარო არ არის სარიელი, რომ სიჩუმეშიც კი საიდუმლოებები გვიხმობენ. როცა მარსისაზე ვარსკვლავები ამოდიან, პერსევერანსი კვლავ იქ დგას დარაჯივით. მისი ინსტრუმენტები აგვირდებიან, მისი ბორბლები პოეზიას წერენ მტვრიან ზედაპირზე. ეს აღმოჩენა არის უშუალო შედეგი NASA-ს მცდელობისა სტრატეგიულად დაგეგმოს, განავითაროს და განახორციელოს მისია, რომელსაც ზუსტად ასეთი ტიპის აღმოჩენის შესაძლებლობა აქვს. მარსზე პოტენციური ბიოხელწერის იდენტიფიკაცია. ამ დადასტურებული შედეგის გამოქვეყნებით NASA მონაცემებს ხელმისაწვდომს ხდის უფრო ფართო სამეცნიერო საზოგადოებისთვის, რათა შემდგომი კვლევით დაადასტურონ ან უარყონ მისი ბიოლოგიური პოტენციალი. მავალი სამეცნიერო ინსტრუმენტებმა აღმოაჩინა, რომ ამ ფორმაციის დანალექი ქანები შედგება თიხისა და ლამისგან, რომლებიც დედამიწაზე წარსული მიკრობული სიცოცხლის შესანიშნავი შემნახველებია. ასევე ისინი მდიდარია ორგანული ნახშირბადით, გოგირდით, დაჟანგული რკინით და ფოსფორით. ქიმიური ნაერთების ის კომბინაცია, რომელიც ჩვენ აღმოვაჩინეთ Bright Angel-ის ფორმაციაში, შესაძლოა ყოფილიყო მდიდარი ენერგიის წყარო მიკრობული მეტაბოლიზმებისთვის, მაგრამ ის ფაქტი, რომ ჩვენ დავინახეთ ეს ყველა დამაჯერებელი ქიმიური ხელწერა ამ მონაცემებში, არ ნიშნავს მაინც იმას, რომ გვაქვს პოტენციური ბიოხელწერა. ჩვენ კიდევ უნდა გავაანალიზოთ ბევრი რამ, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს ეს მონაცემები. ჩემთან ერთად მყოფმა და NASA-ს სხვა მეცნიერებმა ეს შეძლეს. ჩვენ ვაგრძელებთ კვლევასა და მუშაობას. პერსევერანსის მონაცემების თანახმად შესწავლილი ნიმუშები შეიცავს ორგანულ, ნახშირბადით მდიდარ მასალას. მარსზე ბევრი ორგანული მასალაა და არაბიოლოგიური პროცესებიც, რომლებიც ორგანულ მასალებს წარმოქმნის, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთის არსებობა თავისთავად დიაგნოზი არ არის. თუმცა, როცა სხვა პოტენციური ბიომარკერები წარმოდგენილია, ორგანული მასალები უფრო მნიშვნელოვანი ხდება. Bright Angel-ის ფორმაცია მდიდარია თიხით, რაც წყლის არსებობაზე მიუთითებს. ქანი ასევე შეიცავს კალციუმის სულფატს, რომელსაც შიგადაშიგ ყოფს რკინით მდიდარი მინერალის ჰემატიტის გროვები. საქმე მხოლოდ მინერალებს კი არ ეხება, არამედ იმას, როგორაა ისინი სტრუქტურებში განლაგებული, რაც მიუთითებს, რომ ისინი წარმოქმნილია რკინისა და გოგირდის რედოქს ციკლით. დედამიწაზე ასეთი რამეები ზოგჯერ წარმოიქმნება დანალექებში, სადაც მიკრობები ორგანულ მასალას ჭამენ და ჟანგსა და სულფატს სუნთქავენ. მარსზე მათი არსებობა აჩენს კითხვას, მოხდა თუ არა იქაც ასეთივე პროცესები. სწორედ აქ იწყება ნამდვილად საინტერესო ამბები. ჯგუფმა ჩაატარა იმ სხვადასხვა პროცესთა მოდელირება, რომლებსაც Bright Angel-ის ნიმუშებში აღმოჩენილი მინერალების შემადგენლობის წარმოქმნა შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ მათ შეძლეს აბიოტური პროცესის იდენტიფიცირება, რომელიც სულფატს სულფიდად აღადგენს და ქანებში დაფიქსირებულის მსგავს შედეგს იძლევა. ეს პროცესი უკიდურესად ნელია და მოითხოვს ან მაღალმჟავიანობას, ან 152 გრადუს ტემპერატურას. თავად ქანების შესწავლის გარეშე მეტი შესწავლა რთული იქნება. პერსევერანსის ინსტრუმენტანაკრები უკიდურესად შეზღუდულია იმასთან შედარებით, რაც გეოლოგებს აქ, დედამიწაზე აქვთ. ამიტომ კვლევრები მოუთმენლად ელოდებიან პერსევერანსის მიერ შეგროვებულ ნიმუშთა დედამიწაზე ჩამოტანას. იქამდე კი ჯგუფი სხვა მკვლევრებს თავაზობს, რომ ჩაატარონ დამატებითი კვლევები იმ სხვადასხვა ბიოლოგიურ და აბიოტურ პროცესებში, რომლებსაც შეიძლებოდა წარმოიქმნა Bright Angel-ის ფორმაციაზე ნაპოვნის მსგავსი წარმონაქმნები. ასე რომ, თუ ოდესმე სიცოცხლე მართლაც გაჩნდა მარსზე, თუნდაც წამიერად, მაშინ სამყარო ცოცხალია იმ გზებით, რომლებსაც ჯერ ვერ ხვდებით. ყველა შემთხვევაში სიცოცხლის მარსული ისტორია მხოლოდ ახლა იწყება. როგორი იქნებოდა ჩვენი პლანეტა, რომ არა მისი მაგნიტური ველი, ან ოკეანის დინებები, ან ბედნიერი შემთხვევითობის ის წონასწორობა, რომელმაც სიცოცხლეს საშუალება მისცა აყვავებულიყო. მარსი გაფრთხილებაა.
როგორც უკვე ვთქვი, NASA-მ საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მარსზე სიცოცხლის შესაძლო ნიშნები აღმოაჩინა. ეს არაა ხუმრობა და რომ არა ძლიერი ნიშნები ამ საკითხს პრესკონფერენციას არ მიუძღვლიდნენ. წარმოიდგინეთ, რამხელა გზა გაიარა ამ ინფორმაციამ, სანამ ის მთელი კაცობრიობისათვის სააშკარაოზე გამოვიდოდა. ესაა ნიმუში, რომელიც პოტენციურ ბიოლოგიურ კვალს შეიცავს. ანუ შესაძლოა ცოცხალი ორგანიზმების მიერ იყოს წარმოქმნილი. ძალიან რთულია რაიმე დაამატო ამ ამბავს. საკუთარი მოსაზრება მე დიდი ხანია მაქვს და ეს თქვენ კარგად იცით, რომ შეუძლებელია ამ უსასრულო სამყაროში მხოლოდ ერთ წერტილის ოდენაციური სხეულზე წარმოქმნილი იყოს სიცოცხლე. სხვაგან სიცოცხლის არსებობა მით უმეტეს მეცნიერულს და არც რელიგიურ ცოდნასა და წარმოდგენას ხელს არ უშლის, რადგან შეზღუდული ცნობის მიუხედავად ღმერთმა ხომ ეს სამყარო იმისთვის შექმნა, რომ ასეთი მრავალფეროვანი და უკიდეგანო ყოფილიყო. რატომ არ შეიძლება თუნდაც რელიგიური გადმოსახედიდან სიცოცხლის მრავალფეროვნება სხვაგანაც ყოფილიყო ღვთიური არსების მიზანი? დაფიქრდით ამ კითხვაზე და გაზრდეთ თქვენი ცნობიერება კონკრეტული ცოდნის მიღმა. მოსაზრებები კი კომენტარის სახით დამიტოვეთ და რაც მთავარია, არხის გამოწერა არ დაგავიწყდეს. ახლა კი წავედი.